მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო, დღეს 4 სექტემბერია, მე გიბრუნდები სპონტული სიახლეებით და მთავარი ახალი ამბები. დღეს ჩვენ თბილისის დროით 4 საათზე ევრობასკეტ კალათბურთზე გვაქვს საუბარი და აუცილებლად ჩვენ თემა გვექნება დღეს საქართველოს თურქეთის ნაკრების ფერღუთი, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს ასე შემდეგ. კალათბურთში დღეს ბოსნიას ვეთამაშებინ და ძალიან განწყვეტი მატჩია და მოსაგები მატჩია ეს აუცილებლად. საქართველოს ნაკრები დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბიჭები ყველაფერს იდამენ ოფრით ბოლო წლამდე და იხარჯებიან და სასურველ შედეგს დადებენ. ეხლა მე მინდა გითხრათ, ამ მოგების შემთხვევაში კი საქართველოს ნაკრები მერვე ფინალში ითამაშებს, განახლებული იქნება მერვე ფინალის საგზური. წარმატებებს ვუსურვებ მოკლედ ჩვენ ბიჭებს. კიდე დღეს ეხლა შემდეგია თავარი და შემდეგი ამბავი. ამას თვეების განმავლობაში ვეძებდით ნამდვილად. სოფლიოს შესარჩევი ეს უკვე ფერღუთზე გვაქვს საუბარი. სოფლიოს შესარჩევი მატჩები იწყება დღეიდან. საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს დღეს ზუსტად თბილისის დროის 8 საათზე თურქეთის ნაკრებს შეხდება და ძალიან დრამატული დაძაბული ბრძოლა გამოდგება. მე ვიცი მხოლოდ ერთი რამ, ეს შემთხვევაში გიორგი მიქავტაძე იქნება გოლის ავტორი და დღეს ყოველნაირად ჩვენი ბიჭები შეესწებიან, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დაიხარჯონ და სასურველ შედეგს მიაღწიონ. ჩვენ ჯგუფში მოგეხსენება ეს ჯგუფში ბულგარეთი და ესპანეთი ვყავს ჩვენ ჯგუფში და საქართველოს ნაკრებს ასე ვთქვათ ძალიან რთული ჯგუფი აქვს, რომ გაინახოს სოფლიოზე მოხდეს და ითამაშოს ეს, რომელიც 2026 წლის ზაფხულში იქნება სოფლიო ჩემპიონატი და ძალიან ახალი მიზნებისთვის ბრძოლობენ ჩვენი ბიჭები, ახალი მიზნებისთვის იბრძოლებენ დღეიდან სოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ამერიკაში და მექსიკაში და ასე შემდეგ კანადაში გაიმართება. 3 ქვეყანა იქნება მასპინძელი ამ სოფლიო ჩემპიონატისა 2026-ის. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ, გაიზიარეთ მაქსიმალურად, რათა დღეს ბევრმა გაიგონ, დღეს ყველაზე მთავარი და კარგი დღე გვაქვს. აბა კიდე ერთხელ წარმატებები ჩვენ ბიჭებს. მადლობა მოსმენისთვის.